მოგესალმებით. დღეს გვექნება საუბარი ნიუსებზე და როგორ ავირიდოთ ზოგადად არასათრიო დღეებში უაზროდ ტრეიდი თავიდან. პირველ რიგში ერთ ადამიანს შევებიდი კომენტარებში, რომ ამ კითხვაზე პასუხს გავცემდი. დავსკრინოთ და განახებთ. ესეთი კითხვა PNL და stop loss points როგორ ითვლია? PNL არის მოგება ან წაგება განაღდებული. როდესაც შენ ტრეიდიდან გამოდიხარ და მაგალითად ან წააგე, ან მოიგე, ეგ არის PNL. ან $100 წააგე, ან $100 მოიგე, მნიშვნელობა რა, რაოდენობას PNL არის ეგ, რამდენი განაღდებული, რამდენი იყო პროფიტი ან ლოსი. ეხლა stop loss points როგორ ითვლიან? ნუ ზოგადად points როგორ ითვლიო რა? Futures-ზე, ინდექსებზე მარკეტი ითვლება აი პოინტებით. როგორ დავითვალოთ ეს პოინტები? შეგვიძლია მე shift-ს ვიყენებ ხოლმე, shift-ს დავაჭერ და ესეთი რაღაც გამოდის. ან შეგიძლიათ აგერ სახაზავია და ეს სახაზავი გამოიყენოთ. ეხლა როგორ ითვლება პოინტები? ჩვეულებრივად დადებთ საიდანაც გინდათ სადამდე. მაგალითად, აქედან აქამდე, ხო? დავდებთ. დავაკვირდებით, რომ 42.50 წერია. ეს არის პოინტი. ეს არის პოინტი აქედან აქამდე, აქედან აქამდე. რამდენი არის, ანუ 42.50 პოინტი აქედან აქამდე. აქედან აქამდე რო დავდოთ. 63.75. ეს არის პოინტები, როგორც ითვლება და ამ პოინტების ზოგადად თვლიან ხოლმე თვითონ რამდენი გარესკო. ნუ მე პირად მაგას ვაკეთებ ხოლმე რა. როცა ძირითადად თუ ტრეიდში ვიდეო მიკრო კონტრაქტები ტრეიდობ, ვინც არის იცით წინა ვიდეოებს უყურეთ და გაიგებთ. მაქვს 38 პოინტიანი stop loss-ი, რაც ნუ იშვიათია, მაგრამ მაგალითად მაქვს მაგხელა stop loss-ი რა, ხო? ძირითადად რისკავ ხოლმე 0.5%-ს თლიანად ტრეიდში, რაც უკვე ნასაუბრები მაქვს და მაგალითად აი ამ ტრეიდში გავრისკავდი, აგერ 0.5-ს ჩავწერ და ამ ტრეიდში გავრისკავდი 8 კონტრაქტს, ანუ 8 კონტრაქტით მე გავრისკავდი 0.5% თვლიანი აკაუნტის $100,000 აკაუნტი ახლა რაცა გაჩართული. სადღაც 0.5% არის 456. ნუ რომ მოვამატო, გადააჭერვებს, ამიტომაც ესე დამაწერინა. მოკლედ ესე ვითვლი რა, ძირითადად რისკს. მოდი ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას და ვისაუბროთ მარკეტზე, ნიუსებზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ახალ ამბებს და ნიუსებს მარკეტზე. პირველ რიგში მოდი მითები დავამსხვრიოთ და ვილაპარაკოთ. აი მოზრომ მითებზე ვიწამი, ნიუსებს ვეძებ წესიერს. ხო. მოკლედ, დავამსხვროთ მითები. არ გჭირდება, ნუ ტრეიდინგში არასდროს არ გამომიყენებია, რომ ტრეიდში შევსულიყავი ეკონომიკური მოვლენები ან რაღაცა ფუნდამენტალური ანალიზი გამეკეთებინა მარკეტზე, მსოფლიოს რაღაცა ახალი ამბები წამეკითხა, გაზეთები გადამეშალა და ჟურნალი და შევსულიყავი Twitter-ზე და ახალი ამბები მომესმინა. არასდროს არ ყოფილა ეს სიტუაცია. ეს არის ნიუსები, შეგიძლიათ შეხვიდეთ forex-factory.com-ზე და ამ საიტზე ვინც ვინც ისეთ რაღაცას ტრეიდობთ, რომელზეც დოლარი მოქმედებს, მაგალითად Nasdaq-ზე, ES-ზე, ერთად დოლარი მოქმედებს, აი ესეთი სეტინგები მაქვს მე. ეს არის ფილტრი. ძირითადად მე ვაკვირდები ან აი ამას, ეხლა გიხსნით, ეს არის სუსტი ნიუსები, ეს არის საშუალო იმპაქტი რო აქვს, ეს არის ძლიერი იმპაქტი რო აქვს ნიუს. და ეს არის holiday ანუ დასვენება. როდესაც holiday სიტუაცია გაქვთ მარკეტზე, მაგალითად აქ რომელიმე ნიუსი რო ნაცრისფერი ყოფილიყო, მაგ დღეს სულ მთლიანად მოერიდეთ, მაგ დღეს არ გაეკაროთ მარკეტზე. ნიუსები უნდა იყოს თქვენი გიდი, რა დღეებში იტრეიდებთ და რა დღეებში არ იტრეიდებთ. ჯერ მოდი ნიუსებს არც ჩავწვდეთ რა. არანაირად არ გჭირდება, კიდე მოვიტან ამას, არანაირად არ მჭირდება ამის გახსნა და წაკითხვა რა ჯანდაბა ეს ნიუსი. არანაირად არ მჭირდება ეს და არავისგან არ დაიჯეროთ, რომ აი ნიუსი უნდა წაიკითხო, რომ გაიგო რა მოხდება. ჯერ ეგეთი პირველ რიგში ჩვენი პრიორიტეტი რა უნდა იყოს, ანუ ჩვენ რა უნდა გვინდოდეს, როცა ნიუს ხედავთ, რომ მალე მოდის. ველოდებით ეს ნიუსი მოხდეს და შემდეგ შევდივართ ტრეიდში. არანაირად არ ტრეიდობთ ნიუსზე, არ იგემბლეროთ ხალხო, ნიუსზე ტრეიდი, იმიტომ რომ დიდ მოძრაობას იწვევს ნიუსები, არ იტრეიდოთ, ტრეიდში არ შეხვიდეთ, იმიტომ რომ უაზრობა გემბლინგი არის და არ გააჩნია არანაირი ნარატივი ამ ყველაფერს. ნუ განართულია ყოველ შემთხვევაში.
ნიუსები ტრეიდი არ უნდა გვინდოდეს, იმიტომ რომ ჩვენ როგორი ტრეიდერები ვართ, ვართ 1-2 გავარდნა ტრეიდერები უნდა ვიყოთ? არა. ჩვენ გვჭირდება სისტემატურობა ამ საქმეში. სისტემატურობის გარეშე, ხო? ამ საქმეში დაიღლები, გამოიფიტები, დანებდები, ტირილს დაიწყებ, ვაი დედაო ეს საქმე გემბლინგი ყოფილაო, ჩემთვის არ არისო, აგერ ხალხი ატყუარაო და მოკლედ მერე თითების გაშვერას დაიჭერ, მაგრამ და რეალურად შეხარდებილი. მოკლედ ეხა ნიუსები რა გვჭირდება ამაზე რომ ვიცოდეთ ნიუსებს შემოაქვს ვოლატილობა მარკეტზე რა არის ვოლატილობა ვოლატილობა მარკეტზე ნიშნავს იმას თუ რამდენად ძლიერია მარკეტი თავისი მიმართულებისგან მარკეტს ხო აქვს რაღაცა მიმართულება ხო მაგას ჭირდება ვოლატილობა ვოლუმი მეორნაირად რომ მარკეტმა ძლიერი მოძრაობას იმიტომ რომ გვინახავს მარკეტზე რომ დაბალი ვოლატილობა არის და გვინახავს მარკეტზე რომ ძლიერი ვოლატილობა არის ხო ამიტომაც ნიუსები განსაზღვრავს ჩათვალეთ მარკეტის ვოლატილობას მაღალ ტაიმფრეიმზე. რა ნიუსები რო არ იყოს მაღალ ტაიმფრეიმზე მარკეტი ვერ იმოძრავებდა. ანუ ვინც არის swing ტრეიდერი, ანუ ვინც მაღალ ტაიმფრეიმზე ტრეიდობს და მაღალ ტაიმფრეიმზე შედის ტრეიდებში, ვინც swing ტრეიდერია, ის ფიზიკურად ვერ იტრეიდდება წესიურად, იმიტომ რომ მის stop loss, მის take profits მის ადგილებში მარკეტზე liquidity-ს რას დაძდევს არის ეს ნიუსები ჩათვალეთ რა უფრო ასწრაფებს ამ პროცესს ამიტომაც მარკეტზე ნიუსების შემდეგ რო დააგვიდეთ მარკეტს ნახავთ რამდენად მაღალბთობიანი არის ხოლმე ნიუსების შემდეგ ტრეიდი რეალურად აი ამ ნიუსების შემდეგ ხდება ხოლმე ძირითადად დღიური სანთლის გაშლა. აი გულისხმობა გაშლაში, ანუ დღიური სანთელი თავისი მთავარი მიმართულებისკენ მიდის ხოლმე აი ამ ნიუსების შემდეგ. ჩემი რჩევა იქნება, რომ მარტო იმ დღეებში იტრეიდოთ, როცა ნიუსებია და მარტო თუ ნიუ-იორკ AM-ზე ტრეიდობთ, იტრეიდეთ ნიუ-იორკ AM-ზე იგულისხმება ნიუ-იორკის დროით 8:30-დან 11 საათამდე, მარტო იმ დროს იტრეიდეთ, როცა ეს ნიუსებია და მაგ ნიუსების შემდეგ უყურეთ მარტო მარკეტს. ეს ხება ჩემი ძალიან დიდი რჩევა, ამით გაფილტრებთ ძალიან უაზრო დღეებს, კონსოლიდაციის დღეებს, უაზრო სესიებს, ამიტომაც ჩემი რჩევა იქნება ნიუსების შემდეგ იტრეიდოთ, უბრალოდ რომ მაღალბთობიანი გახადოთ თქვენი ტრეიდები და ნიუსების შემდეგ რაც ხდება არის ის, რომ ეს თავარი გაშლა, თავარი მოძრაობა რო ხდება, ყველაზე მაღალბთობიანი ტრეიდები, ხო, რომ დააგვიდეთ მარკეტს. აი ამ ნიუსების შემდეგ მოდის. მანამდე მარკეტი არ იქნება ძლიერი, არ იქნება მოძრავი, არ იქნება სწორი მიმართულება. რატო? ეხლა გიხსნით ლოგიკურად რატო? მარკეტს აქვს თავისი მიზნები, ანუ ყველა მარკეტს აქვს თავისი მიზანი, ყველა სანთელს, თითოეულ სანთელს. თუ დღიურ სანთელს რაღაცა მიზანი აქვს, ხო? პირობითად ავიღოთ, დღიურ სანთელს რაღაცა მიზანი აქვს. მარკეტი, როცა ძლიერი ნიუსი გვაქვს წინ, ხო, ეს წითელი ნიუსი მაგალითად, ხო? როცა ძლიერი ნიუსი გვაქვს წინ. რას იზამს მარკეტი თქვენი აზრით? წავა იმ ტარგეტამდე და მე ნიუსი მოხდება და კიდე დიდი მოძრაობა იქნება? არა, ლოგიკურად მარკეტმა რა უნდა ქნას თუ ის ადგილი მიღწეული არ არის. დაელოდება ამ ნიუსს, სანამ ეს ნიუსი მოხდება, ძლიერი ნიუსი, მაგალითად FOMC, საკმაოდ ძლიერი ნიუსი არის. დაელოდება რომ ეს ნიუსი მოხდეს და ან იმ დროს, ან თუ ყველაზე კარგი შემთხვევაში იმის შემდეგ გააკეთებს იმ მოძრაობას და ზუსტად შენ უნდა იყო აი მაგ მოძრაობის წევრი. ყველაზე გირჩევთ რომ იმ დღეებში ტრეიდერს როცა მარტო ნიუსებია, ეს გვახსენ და იმ დღეებში როცა ნიუსები არ არის უბრალოდ არ იტრეიდოთ. ან მოერიდეთ მაგ მარკეტს, ან თქვენი რისკი შეამცირეთ, ეს იქნება ჩემი სამირჩევა. არ იტრეიდოთ, შედარებით მოერიდეთ, ან რისკი შეამცირეთ. არ დამიწყოთ აი ნიუსების წაკითხვები, არც ნიუსე ტრეიდი, იმიტომ რომ გემბლინგი არის ეგ, ჩათვალეთ ხალხო, მით უმეტეს დამწყებებისთვის სისულელია, არ უნდა გინდოთ ეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გვჭირდება სისტემატურობა და 1-2 გავარდნილი ტრეიდი. შეგიძლიათ ნიუსები ნახოთ forex-factory.com-ზე და ეხლა მაიცა მოვძებნი 2 წამი ისეთ ნიუს, სადაც bank holiday არის, რომელიც ამ კვირაში გვაქვს მე მგონი. აი ესეთი მაგალითად, შეხედეთ. აი ამ კვირაში ხუთშაბათ დღეს არის bank holiday. Bank holiday იქნება ისეთი დღე, სადაც არ გინდათ რომ მარკეტს საერთოდ გაეკაროთ და შეხედოთ. დაისვენეთ მაგ დღეს, ჩიფსები ჭამეთ, ჩაჯექით, სახში იჯექით, Netflix უყურეთ. ან ვარჯიშზე წადით და ივარჯიშეთ და თქვენ თავს, თქვენს ოჯახს და თქვენ საყვარელ ადამიანებს დაუთმეთ ეგ დრო. მადლობა ხალხო ყურადღებისთვის. დღეისთვის სულ ეს იყო. დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ ეს არხი, იმიტომ რომ ეგ ძალიან დიდ мотивაციას გვაძლევს, ძალიან ვიზრდებით და ეგ ძალიან მომწონს, კიდევ უფრო მინდა რომ უფრო დიდები ვიყოთ. მეტად დიდი მიზნები მაქვს, მალე 2026 წელიც მოვა და კიდევ უფრო განვითარდებით, კიდევ უფრო დიდ მწერლებს დავიპყრობთ, ვისი რაცშიც დარწმუნებული ვარ რომ არ ვიყო ამ საქმეს საერთოდ ხელს არ მოკიდებდი რამეში. ამიტომაც
როგორც ყოველთვის, წარმატებულ ტრეიდინგს გისურვებთ, ნახვამდის.